არიან თუ არა შენი დაკვირვების ტიპები, რომლებიც ქმნიან საკუთარ ბრენდს, ცნობილები ხდებიან ხარისხიანად და გადიან აი ყველა იმ ეტაპს, რასაც შენ დაუგეგმავდი ვიღაცას, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ეს მართლა სისტემაში არის მოქცევა. რამდენიც გინდა, რამდენიც გაგიხარდება. გალაქტიონ ტაბიძე უდრის ლექს, ხო, რაღაც თქვათ, ხო? გადიოდა ამ გზას და იმ დღეს სტუდენტებს ვანახე რა, მისი რვეული. ერთი ლექსისთვის გადაჩხაპნილი, გადახაზული ნავარჯიშები, ნამუშევარი. ხო, აი ეს თვითნაბადი ბრენდები, რა თქმა უნდა, არიან და საიდან მოვიდა ბრენდინგი საერთოდ, ხო? ბრენდინგი მოვიდა ცხოვრებიდან ბიზნესში, რომ ანუ ეს დისციპლინა არ არის ძველი. უბრალოდ გაჩნდა იქიდან, რომ ვიღაც დააკვირდა, რომ თუ ესე მოიქცევი, მიაღწევს წარმატებას რა და სწორედ მეტნაკლებად გარანტირება. რა თქმა უნდა და სწორედ ამ ადამიანების საქციელი არის გადმოტანილი ბრენდინგში მერე რა. რა თქმა უნდა.